21 ქვეყანა 88 მონაწილე და მსოფლიო ჩემპიონები საქართველოში. გუდაური ზამთრის სპორტის მოყვარულების ყურადღების ცენტრშია. სამთო კურორტი ამჯერად სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. ათლეტები 9 მარტს ფინალურ რაუნდს გამართავენ. ტურნირით კი 2025 წლის ზამთრის სეზონი დაიხურება. გუდაური მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. სპორტულ რუკაზე საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა. სამთო კურორტი ამჯერად სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი პირველობისთვის ასპარეზობს. ეს ფანტასტიკური შეჯიბრი იყო. საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ. მაღალი დონის შეჯიბრი იყო. ამინდით შესანიშნავი, მაყურებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთ შთამბეჭდავ შოუს ვიხილავთ. დღეს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ფინალური რაუნდი გაიმართა. პირველი ადგილი ფრანგმა სპორტსმენმა ჯულია პერეირა დე სოუზამ დაიკავა. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან 3 წელია რაც შეჯიბრზე ტრაუმის გამო არ გამოვსულვარ. ბედნიერი ვარ, ამასთან ძალიან მომწონს გუდაური, რადგან აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მშვიდი და სასიამოვნო გარემოა. საქართველო მსოფლიო თასს უკვე მესამედ მასპინძლობს. გუდაურსა და ბაკურიანში გამართულ ჩემპიონატზე ჯამში 300 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ დღეს სამთოს სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და დღეს ამიდმა ძალიან გაგვიმართლა, ძალიან კარგი ლამაზ შეჯიბრი გამოგვივიდა. თითოეული ღონისძიება არის იმის მომავლის გვისუფლება, რომ ჩვენ მომავალში უფრო მაღალი კატეგორიის შეჯიბრებებს უმასპინძლებ. მდინარე შეჯიბრებით ძალიან წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მთის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ იმ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ტურისტული, სამთო ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ქვეყანაში ზამთრის სპორტის ხელშეწყობისთვის საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია გუდაურში შეჯიბრებებს უკვე ყოველწლიურად ჩაატარებს.